ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს ამერიკასა და ევროპაში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჰელოვინის დღესასწაულს აღნიშნავს. წარმართული დღესასწაული ძველ კელტთა ყოფიდან იღებს სათავეს. კელტები 1 ნოემბრისთვის სავსე მთვარობისას ზაფხულის დასასრულს აღნიშნავდნენ. ეს დღე კელტური ახალი წელიც იყო. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასასრულის ნიშნად კერაზე ცეცხლს აქრობდნენ. ანთებდნენ დიდ კოცონს და ახალი წელიც იმ წუთიდან იწყებოდა. კოცონი და ყველა იღებდა მუგუზალს თავის ოჯახში ცეცხლის დასანთებად. ამასთან კოცონის თანთებით კელტები ბოროტსულებს აფრთხობდნენ, რომლებიც ცოცხლებს აშინებდნენ. ეს გახლავთ წარმართული კელტური დღესასწაული, ეს არის კელტური ახალი წელი. ბნელეთის მბრძანებელი სამჰეინის თავყვანისაცემად იკრიბებოდნენ და იმ ღამეს კოცონს ანთებდნენ და მსხვერპლს წირავდნენ, რომ მისთვის თქვათ პატივი მიეგოთ. და იმის და მიხედვით როგორ ხასიათზე დადგებოდა მერე იქ რაღაც მიცვალებულების ფორმაში გამოწყობილი ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ ესე ჩონჩხებით, თქვათ სისხლი დახატულიზე, იგივე ადამიანის ექსკრემენტები, განავლის ან რაიმე სხვა მსგავსი ტიპის საჭმელი, რომელიც ესე გამოიყურება, იმას მიირთმევენ. დადიან ბავშვები ესეთი მათხოვრებად ჩაცმულები, ოღონდ აი ამ ფორმებში და ითხოვენ მას მოწყალების გაცემას და თუ არ გაცემენ, მაშინ წყევლიდან და ასე შემდეგ. ცეცხლის დანთება დაკავშირებული იყო ადამიანის გათბობასთან, ასე ვთქვათ, საკვებთანაც, სადღაც გამრავლებასთანაც, ოჯახის კერასთანაც, იქ მიცვალებულთა ხსენებაც იგულისხმებოდა. მაგრამ შემდეგ ამან ოდიოზური სახე მიიღო, როდესაც უკვე ეს გადავიდა ისეთ ფორმატში, რომ მიცვალებულთა ასულების ლამის გამოძახებას დაემსგავსა. რომ მიცვალებულთა ხსენებას და ამას პრინციპიალური კავშირი არ აქვს. რომ შეიძლება ითქვას ის, რომ როდესაც ირლანდიელები ძალიან დიდი რაოდენობით შემდეგ გადასახლდნენ, ემიგრირდნენ შეერთებულ შტატებში. შემდეგ ამან უფრო ესეთი ფეიერვერკის სახე მიიღო. უფრო ნეოწარმართული, მე ვიტყოდი ოკულტური და ოდიოზური სახე მიიღო ამ სრურწმენამ. იმიტომ რომ გახდა, ასე ვთქვათ, დღესასწაული კოშმარისა, დღესასწაული, ასე ვთქვათ, იმ ვითომდა დემონური არსებების შესაშინებლად, რომლებიც ადამიანებსა და მათ საცხოვრებელსა და მათ ცხოვრების მყუდროებას დაარღვევდნენ. ანუ თითქოს და ამ ნიღბების გაკეთებით, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება უფრო საშინელი ნიღბის გაკეთებით, ესეთი ცრუ წარმოდგენა იქნებოდა, რომ ამით დააფრთხობდნენ რაიმე დემონურ სულებს, რაიმე უარყოფით გავლენას აიცილებდნენ და რაც უფრო მეტად კოშმარული იქნებოდა ეს, ასე ვთქვათ, იერი ამ ნიღბისა, მით უფრო წარმატებული და მით უფრო ეფექტური და დაცული იქნებოდა ის ადამიანი, ოჯახი, სამყოფელი მის და ამ. ეს არის დღე, რომელსაც ამერიკაში და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნავენ. ადამიანები განსხვავებულ სამოსში გამოწყობილი გარეთ გამოდიან და ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ბავშვობაში მეც მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ბუნდოვნად მახსენდება. ეს დღე არის ერთგვარი ამერიკული ტრადიცია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის საჭიროა ამ დღის მნიშვნელობის სწავლება და სწორად აღქმა. ჰელოვინის ნეოწარმართული დღესასწაული შეუთავსებელია ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან. საჰელოვინოდ ჩონჩხებში, ვამპირებში, ზომბებსა და ეშმაკის ფორმებში შემოსილი ადამიანები თავის დაუნებურად ბოროტ ზავას ემსახურებიან. საინტერესო, როდესაც არ გვესმის დღესასწაულის არსი, რომელშიც მონაწილეობთ, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ამ წარმართულ დღესასწაულს საქართველოში უკვე მერვე წელია აღნიშნავენ. შეიძლება ვიფიქროთ ჩვენ, რომ თითქოს ეს არაფერი რაღაც გარეგნული დღესასწაულია, გარეგნული რაღაცა დემონსტრირება ახალგაზრდებმა შეიძლება აიტაცეს ეს მესმის. რომ ახალგაზრდა ადამიანი და უნდა რაღაცა გამონაგლისაც განსხვავებული, ასე ვთქვათ, აჟიტირებული იყოს, სადაც განსხვავებული რაღაც გააკეთოს, თითქოს მოდაც არის. მაგრამ ყველა ჭკუატყოფელი ქრისტიანი უნდა დაეკითხოს თავის თავს, ან მოძღვარს მაინც კითხოს, ან წიგნი გადაშალოს, რა არის ამ რა საფუძველი აქვს ამა თუ იმ დღესასწაულს. დღესასწაულსაც ნუ დავარქმევთ ამას, აი ამ ოდიოზურ რაღაცა ფორმას. ვფიქრობ, რომ ვერავით არის ნიღბებისა და ვერავით არის ამ კოშმარული გამოსახულების გაკეთება, ვერ ააცილებს ადამიანის განსასწრელს და ვერავით არის
ასე ვთქვათ, ეს სპირიტუალური, მე ვიტყოდი ოკულტური, ნეოწარმართული ნეკრომანტია ვერავით არ დადებით გავლენებს ვერ მოუტანს ადამიანს. ვინც მორწმუნეა, ვინც ეკლესიურია, მისთვის ეს გასაგებია რაც არის. ვინც არ არის, მისთვის ის მასხრად იგდებს ამას ყველაფერს და შეიძლება თქვას, რომ ეს რა ჩამორჩენილობა უბრალოდ თამაშია. ნუ რა ვიცი, ახლა ეშმაკთან თამაში რამდენად სახიფათო არ არის, ეს მსმენელმა განსაჯოს თვითონ. დღესასწაულის ძირითადი ატრიბუტია ჯეკის ფარანი. იგი გოგრისგანაა დამზადებული. აქვს ადამიანის თავის ფორმა, მას შეამოჭრილი თვალებითა და პირით. შიგნიდან განათებულია სანთლით. ეს სიმბოლო უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკზე, რომელიც აზარტული თამაშის მოყვარული და ალკოჰოლიკი იყო. ლეგენდის თანახმად მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი. სიკვდილის შემდეგ კი ვერ მოხვდა ვერც სამოთხეში თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო და ვეღარც ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტმა სულმა შეაფიცა, რომ არ წაიყვანდა ჯოჯოხეთში. ამიტომ მისი სული სამყაროში დახეტიალობს გოგრის თავითა და მასში მჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ჰელოვინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა ნარინჯისფერი და შავი. ჰელოვინის ისტორია მართალი გითხრათ, კარგად არ ვიცი. უფრო ვიცი დასავლური დასავლი და ერთხელ მარტო შარშან წინ აღნიშნე კრაკოვში როცა ცხოვრობდი მოხალისეთ. ძირითადად ანუ ვიზუალური ეფექტები ახლა ვიცი რომ რაღაც შემაშინებელი ცოტა რაღაც ზომბის და სხვადასხვა ასე ვთქვათ საშინელებათა პერსონაჟების განსახიერებით მოდიახავენ ხალხი და ერთად აღნიშნავენ ამას თვითონ ბოროტისულების განსადევნად თუ რაღაც მე რამდენად ვიცი ეს წარმართული ტრადიციებიდან იღებს სათავეს და ბოლო ხანებში ჩვენთან ცოტა ზედაპირული და სნობური დატვირთვა მიიღო ავიც მე ვფიქრობ რომ ადამიანების უმეტეს ნაწილს არც აქვს წარმოდგენა რა არის ჰელოვინი? აღნიშნავთ რა ჰელოვინის დღესასწაულს? კი. და რა დღესასწაულია? ჰელოვინი? ანუ კოსტომების ხალხი და ტარდება აუ დღესასწაულებით არის ეს ჰელოვინი. და ხალხი მიდის ამ დღესასწაულზე, განსხვავებული ფორმებით და კოსტომებით და აუ არასდროს არ აღნიშნავს და საქართველოში იმდენად არ აღნიშნავენ მე მგონი უმეტესი. ანუ სულების ის დღესასწაული არის. არაფერი, აუ, ერთობით ჩავლებებთ, დღესასწაული არის გასართობი, მეტი არაფერი. მე არ აღმინიშნია არც ერთხელ და ვიცი რომ ეს არის კელტური დღესასწაული. ანუ რა ვიცი, ერთობით მოსაწონი, რა ყველა დღესასწაული კარგი არის. ჰელოვინში, ანუ რაღაც განსხვავებულად გამოდიხარ, საშინელებათა ფილმის მსახიობებით ხარ გამოწყობილი და რა ვიცი, რაღაც სხვანაირია, განსხვავებულია და მომწონს მე ეს. ჰელოვინი არის დღესასწაული, სადაც ინიღბებიან და ეს აღნიშნავენ ძირითადად ამერიკაში, ხო? ანუ ჩვენთან არ არის ეგეთი რაღაცა, ანუ ჩვენ არ აღნიშნავთ და სწორედ მაგიტომ. ოკულტიზმსა და მაგიას დიდი კომერციული დატვირთვა მიენიჭა. პროდაქშენების დაინტერესება დიდია, ამიტომაც ხშირად ხვდებით სატელევიზიო სივრცეში ამ თემებზე შექმნილ რეკლამებსა და ფილმებს. ნებისმიერი ის დღე, რომელიც შეიძლება დღესასწაულად იქცეს, მას ახლავს თავისი ატრიბუტიკა, რომლის გაყიდვაც არის ძალიან მომგებიანი, სარგებლიანი, კომერციული, თქოთ, საქმოსნებისთვის, ხო? და უამრავი ესეთი რამ იქმნება და ამისთვის ხდება დიდი რაოდენობით გაყიდვები, რასაკვირველია კომერციული ინტერესი არის. ჰელოვინის აღნიშვნაში სოციოლოგები მეტად საშიშ მოვლენას ხედავენ. მათი აზრით მსგავსი დღესასწაულები კულტურის კრიზისს ემოწმობს. ეს უკიდურესი სულიერი გამოფიტვა, ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანები ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ კეთილსა და ბოროტს. ამის მტკიცებულებაა ოკულტიზმისა და მაგიისადმი გაცხველებული ინტერესი. ბავშვებში, ახალგაზრდებში უბრალოდ ელემენტარულად რაღაც საშიში ნიღბები რომ არის, რომელიც აი ძალიან ვთქვათ, მე მინახავს უამრავი ბავშვი, რომელსაც ისე შეშინებია, რომ მე დიდხანს შოკიდან ვერ გამოდის. იგივე ვთქვათ, ახლა ამდენი სისხლი, ამდენი ვთქვათ, ეს ჯოჯოხეთური რაღაცა სიმბოლიკა და ატრიბუტიკა თავისთავად ახლა შოკის მომგვრელი და თავისთავად ფსიქიკაზე ეს რომ კარგად არის მოქმედებს, ამას არ უნდა მე მგონი ბევრი ლაპარაკი. ვიმხიარულოთ, ვიდღესასწაულოთ, ოღონდ მოდით ეს საეკლესიო ფორმატში ჩავსვათ. ანუ გავაკეთოთ ისე, რომ კურთხევით შეიძლება ადამიანმა რაღაც სიამოვნება მიიღოს. მაგრამ ნუ გავხდებით პროვინციალური
სახით რაღაცის მექანიკურად იმიტირებელი. იმიტაცია და ნიღაბი დღესასწაულისა სხვა არის. მაგრამ როცა იმ ნიღაბს მოიხსნი შემდეგ იმ პროზაული სამწუხაროდ ზოგჯერ ძალიან გულის დამწყვეტი რეალობის წინ დგები.